უნდა იცოდეს რას წამს. აი სარწმუნოების სიმბოლო წამს ისულებ ერთი როზე პირათაც უნდა იცოდეს რას წამს და მეორე კიდევ უნდა შინაარსობრივად იცოდეს რაზეა ლაპარაკი, რომ ღმერთი როგორ წამს. სარწმუნოების სიმბოლოში საუბარია ასევე ქრისტეს ჯარცმის შესახებ, მისი მკვდრეთით აღდგომის შესახებ, ამაღლების შესახებ, მეორედ მოსვლის შესახებ არის საუბარი. საუბარია ეკლესიის შესახებ. როგორია ეკლესია, რა არის ეკლესია, ამის შესახებ არის საუბარი. საუბარია მეორედ მოსვლის შესახებ. საუბარია იმის შესახებ, რომ ადამიანის სული მარადიულ ცხოვრებაში გარდაინაცვლებს და ადამიანი ამას ელოდება. მოელი აღდგომას მკვდრეთით და ცხოვრებასა მერმისა მის საუკუნეზე. საუკუნო მარადიულ დაუსრულებელ სიცოცხლეს ელოდება ადამიანი. და თუ ადამიანს გაშინაარსებული აქვს ეს სარწმუნოების სიმბოლო და ცდილობს, რომ აი ამითი იცხოვროს. ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ ეს არ ასწდება ამ შემთხვევაში გზას მართლაც რისთვისაც ადამიანი ამ სოფელში მოდის. იმიტომ რომ მთავარი შინაარსი ეგ არის, რომ ამ სოფელში ახლა ურწმუნომაც და მორწმუნემაც მიწიერი გაგებით შეიძლება თანაბრად ერთნაირად მიაღწიო რაღაცას. მაგრამ ეკლესიური ცხოვრება ადამიანს აძლევს სულის გადარჩენას და ცხონებას. ეს არის ყველაზე მთავარი. რასაც მორწმუნე ადამიანმა შეიძლება მიაღწიოს. ეს არის სულის გადარჩენა, სულის ცხონება. ეკლესიის მისიაც ეს არის, რომ ადამიანებს ასწავლოს სულის გადარჩენის გზა. რომ ადამიანი ცხონდეს. ეკლესია ამიტომ დააარსა, რომ ადამიანის სული გადარჩენოს.